მე ვარ ნინი ჯალიაშვილი, ვიზუალური ხელოვანი. თვითონ ამირჩია ამ სფერომ მოვიდა და ეხა აი რაღაცა შენთან უნდა ვიყო და შენთან ერთად ვიარო რაღაც ეგ მომენტი მქონდა რა. აკადემიაში რომ ჩავაბარე, რეალურად კინოზე ჩავაბარე, იმიტომ რომ ბავშვობიდან ძალიან დიდი ინტერესი მქონდა კინოსი. და ძალიან გამიმარცხლა რომ აკადემიაში აღმოჩნდი რაღაც ძალიან მაგარ production designer-თან და ძალიან მაგარ არტისტთან სალომე სიხირტლაძესთან რომელმაც აი მართლა აიღო კინოს გული და თითქოს აი დაგვანახა რომ აი ეს ესეა რა და ხო მე აღმოჩნდი ისეთ საზოგადოებაში რომელიც მართლა ძალიან მამოტივირებელი იყო ჩემთვის რა ანუ ძალიან მაგარი არტისტები იყვნენ მათთან მუშაობა და ურთიერთობა და რაღაც ამ პროცესმა წამოიღო ის რომ მეც ნუ აი აღმოჩნდი რომ ვაუ ანუ ხატავ რა ჩემი საყვარელი ნამუშევარი თითქოს არ მაქვს. ამ ეტაპობრივია იცვლება ხოლმე რა. აი რაღაცა 2020 წელს რაღაც სხვა მქონდა, მერე სხვა მქონდა, მერე სხვა. თანამედროვე ხელოვნების სივრცეში არტისტი აღმოჩნდა რაღაც პარადოქსში, რომ ერთის მხრივ უნდა აშინოს საკუთარი თავი, უნდა იყოს წარმატებული და მეორეს მხრივ აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როცა გაუცხოებული არის რა, ანუ ერთმანეთთან რაღაცა ემპათიის მომენტი გაჩნდა თითქოს და ძალიან მტკივაგული, რომ ეხა უფრო დიდ თაობაში არის მომენტი, რომ ერთმანეთს უფრო ახალგაზრდა არტისტებს ეხმარებიან და მქონდა ეგ გამოცდილება პირადად მე უბრალოდ უფრო თანამედროვე თაობაზე მაქვს ლაპარაკი რა, ჩემ თაობაზე, ჩემზე უფრო პატარა, ჩემზე ცოტა უფრო დიდ თაობაზე ის, რომ ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა არის თანამშრომლობის კუთხით რა. თითქოს ერთმანეთს არ ეხმარებიან თუ შენ მიდიხარ ადამიანთან და რაღაც მომენტში სწავ დახმარებას, თითქოს უკვე ის ფიქრობს, რომ ამე შენზე ანუ მაღლა ვდგავარ და უფრო შენზე თესლი ტიპი ვარ რა. და რეალურად ეგრე არ არის, ანუ ყველა ერთ ნავში ვარ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ უბრალოდ და მინდა რომ ადამიანები, არტისტები, თანამედროვე ხელოვანები ერთმანეთს ხარში ვედგეთ და ვეხმარებოდეთ. ეხლა ვმუშაობ ერთ სერიაზე, რომლის იდეაც წამოვიდა ამ ზამთარს 1-3-4 თვე მიწელებდა ეს ფრაზა რა, აი საიდანაც წამოვიდა, მაგრამ თითქოს მე ტვინში გამეჭედა ეს ფრაზა, ჩემო ასეთო და ჩემო ისეთო, რომელიც მე რამდენიმე თვეში გაზაფხულზე დავიწყე, გვიან გაზაფხულზე. ჩემო ასეთო, ჩემო ისეთო ეს სერია, ანუ ერთის მხრივ ნიშნავს საკუთარ თავში არსებულ მრავალ მის თუ რაღაც ეგრე რო ავხსნა რა, თითქოს ესეთიც ხარ და ესეთიც ხარ, მაგრამ როგორიც ხარ, აი გიღებ და მიყვარხარ და უფრო უკავშირდება მიმღებლობასთან არის ასოცირებული რა, აი ესეთიც ხარ, მაგრამ მე შენ გიღებ, ან ესეთიც ხარ, პროსტო გიღებ, მაგრამ არ მიყვარხარ რა. და აი ამ მდგომარეობებზე არის მიმღებლობაზე, გახლეჩილობაზე, ერთმანეთთან რაღაცა ურთიერთობებზე და ადამიანების ფიგურირებაზე ერთმანეთთან და გავლენებზე რა. არანაირი გეგმა არ მაქვს არასდროს და ვერ ვგეგმავ, იმიტომ რომ შეიძლება დავგეგმო და მე მეორე დღეს სხვანაირი ხასიათზე ვიყო და სხვანაირი რაღაც გადაწყვეტილება მივიღო და ამიტომ რავი, აი როცა ესე მივყვები რაღაცებს და რაღაცები თავისით ჩნდება და თავისით მანიშნებს, რომ ეხლა აქ უნდა გავჩერდე, ან აქ უნდა ეს უნდა გავაგრძელო რა, არ მაქვს არაფერი მიზანი გეგმა, მინდა რომ უბრალოდ ვიყო მოტივირებული და რავი, ყველაფერი თავისით სწავა მე რა.